უნივერსიტეტს. Prime time ხსოვნის კვირაულს იწყებს გამოიცა წიგნის სახელწოდებით გმირი, მასში 169 სამხედრო და სამოქალაქო პირია შესული, რომლებიც აგვისტოს ომის დროს დაიღუპნენ. წიგნი სწორედ მათ შესახებ მოგვითხრობს. გამოცემის პრეზენტაცია ხვალ საღამოს 8 საათზე მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის ეზოში გაიმართება. პირველად აჟღერდება გია ყანჩელის ვოკალური ინსტრუმენტული ნაწარმოები პატარა იმბერი. Prime time-ა გადაწყვიტა კვირაულის სიმბოლო გამხდარ იყო სამკერდე ნიშანი ყაყაჩოს გამოსახულებით, რომელიც სხვადასხვა დაწესებულებას და რიგით მოქალაქეებს დაურიგდებათ. ეს ყაყაჩა, რომელიც ჩვენ გვაქვს ხა გულზე დაბნეული და თითოეულ თქვენთაგანს აქვს დაბნეული, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვახსოვს, რომ ჩვენ ვართ გმირების პატრონები. ისკა რომ გვახსოვს ომი და ეს რა თქმა უნდა გვახსოვს, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შორის, ჩვენს გვერდზე არსებობდნენ გმირები, რომლებმაც ჩვენი თითოეული ჩვენთაგანის გულისთვის გაწირეს თავი. გამიჩნდა იდეა რომ მუსიკალური ნაწილი ამ პრეზენტაციისა, წიგნის პრეზენტაციისა არ ყოფილიყო მხოლოდ დამატებითი, ესე ვთქვათ, გაფორმება და მას მუსიკას მიიღო ამაში უფრო მნიშვნელოვანი როლი შეესრულებინა, უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა თვითონ მუსიკას. გამახსენდა რომ არსებობს ნაწარმოები გია ყანჩელის, რომელიც არასოდეს საქართველოში არ შესრულდებულა და ძალიან ახლოს არის ეს მუსიკა იმ ისტორიასთან, რასაც ეძღვნება წიგნი და რაც გაიჟღერებს ხვალ მუსიკისა და დრამის თეატრის ეზოში.